ლევან სიგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქმის დასაშვებობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა გაიმართა. მოსარჩელი, რომელიც 2012 წელს განსახლების სამინისტროდან გაათავისუფლეს, მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების პირობებს განსაზღვრავს ისე, რომ პირს არ ეძლევა დისციპლინარული წარმოების პროცესზე დასწრებისა და საკუთარი მოსაზრებების ზეპირად წარდგენის შესაძლებლობა. მისი განცხადებით, ეს არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება პიროვნების ღირსების, საკუთრებისა და დაცვის უფლებებს. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს. Სარჩელი ეხება საჯარო მოხელის, რომელსაც ათავისუფლებენ დისციპლინური წესით სამსახურიდან და ეხება ამ მოხელის პროცედურული დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფას. იგივე ზეპირი მოსმენის შესაძლებლობის მიცემას მისთვის, სანამ გაათავისუფლებს საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობას აღნიშნული ზეპირის სხდომის მეშვეობით, ასევე იმ პირთან დაპირისპირების შესაძლებლობას, რომელიც მას ამხელს კონკრეტულად სამსახურებრივი მოვალეობის არეჯეროვნად შესრულებაში. მოსარჩელი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გათვალისწინებულ დაცვის უფლებას, ვინაიდან მას არ ჰქონდა შესაძლებლობა წარმოედგინა მოსაზრებები მის მიმართ გამოყენებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესის დროს, რაც შემდგომ საფუძველი გახდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების. ამასთანავე მოსარჩელი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მე-17 მუხტან, რითიც დაცული არის ღირსების უფლება.